პოლონეთი ლიხდა მარია კაჩინსკის მშვიდობება. კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში სიმფონიური ორკესტრი უკრავდა. სამგლოვიარო რექვიემი 10 აპრილს სმოლენსკის მახლობლად მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპული ადამიანების პატივსაცემად ჟღერდა. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მის მეუღლეს ვაველის სამეფო ციხესიმაგრის საკათედრო ტაძარში, ვერცხლისფერი ზარების კოშკში დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონია დღის 2 საათზე დაიწყება. ცხედრები ვარშავიდან კრაკოვში უკვე გადაასვენეს. სამგლოვიარო მესა და დამშვიდობების ცერემონია წმინდა მარიამის ბაზილიკაში გაიმართება, რის შემდეგ სამგლოვიარო პროცესია ვაველში გადაინაცვლებს. მე-11 საუკუნიდან ვაველის სასახლე პოლონეთის სასულიერო და საერო ცხოვრების ცენტრი იყო. საკათედრო ტაძარში დასვენებული არიან პოლონელი მეფეები, პოეტები და პოლიტიკური მოღვაწეები. ადამ მიცკევიჩი, თადეუშ კასტიუშკო, ვლადისლავ სიკორსკი. აკლდამაში, სადაც პრეზიდენტსა და მის მეუღლეს დაკრძალავენ, ადგილობრივმა ხელოსებმა ონიქსის ქვისგან დამზადებული სარკოფაგები დაამონტაჟეს. დაკრძალვის მომენტში კი 21 საარტილერიო გასროლა მოხდება. სამგლოვიარო მესაზე 100-ზე მეტი დელეგაციაა მოწვეული, თუმცა ისლანდიიდან წამოსული ვულკანური ღრუბლის გამო პოლონეთში ვიზიტი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გადადეს. დაკრძალვის ცერემონიას ვერ დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთისა და ფინეთის ლიდერები. ამ ქვეყნებს ცერემონიაზე სრულუფლებიანი ელჩები წარმოადგენენ. როგორც მოსალოდნელია, კრაკოვში დიმიტრი მედვედევი ჩავა. კრაკოვში ასევე ელოდებიან ჩეხეთის, სლოვაკეთის, ავსტრიისა და უკრაინის ლიდერებს.